ქართულ ოცნებაში ნამდვილად არ აქვთ მორალური დილემა იმის გამო, რომ მაგალითად თუ დღეს საკრებულოს წევრები არიან და ახლა ქართული ოცნების სასამართლო მაგალითად კორუფციის ბრალდებით ასამართლებს ყოფილ მაღალჩინოსნებს, ამის გამო რომ აირჩიეს ისევ ქართული ოცნება და მათ რიგებში ჩაეწერნენ, მათთვის ეს არ არის პრობლემა, არანაირი მორალური დილემის წინაშე არ დგანან და პირიქით ამბობენ, რომ ყველაფერი ახლა დამოკიდებულია სასამართლოზე, უფრო მეტიც ამბობენ, რომ არც იმას შეხედავენ პრობლემას თუ კონკრეტული პარტიები აიკრძალებიან და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო. პარტიების აკრძალვაზე ვფიქრობ იმას, რომ ცოტათი დაგვაგვიან და ფაშისტური პარტია რო არ აიკრძალოთ გერმანიაში, ახლა არ იქნებოდნენ კარგ დღეში. ფაშისტურ პარტიას უთანაბრებთ. რომლის ნაციონალური მოძრაობა კი ეს პარტიები უნდა გასამართლდეს. ამების ტოლფასი არ იყო თქვენთვის ადამიანების ცემა ნოემბერსა და დეკემბერში. თანაზომიერი ძალა გამოიყენებოდა იმისთვის, რომ დაშლილიყო აქციები ერთად კონკრეტულ გადაცდომას ასეთი თუ არსებობდა, შეიძლება ასეთი იყოს, მაგრამ აქცია რო ძალადობრივი იყოს დადასტურდა პრეზიდენტის სასახლეს შევარდნით. რაც შეეხება ქუჩაში მდგომ ახალგაზრდებს, ძალიან სამწუხაროა, რომ მათი ნაწილი არის შეცდომაში შეყვანილი. პარტიები იკრძალება. ეს არის შენთვის შეცდომაში შეყვანა. ოცნებამ არჩევნებში მიიღო დაახლოებით 1,200,000 ადამიანზე მეტი ხმა. შესაბამისად ერთ იმას გულისხმობს, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ შორის უჭერს ქართული ოცნების იმ მესიჯს ხმას, რომ ეს პარტიები უნდა აიკრძალოს. როდესაც 50 ადამიანი კეტავს რუსთაველის მთავარ გამზირს ქვეყანაში და ამით ფაქტობრივად ძალადობს მილიონიან მოსახლეობაზე, ეს ხომ არასწორია. სტატისტიკაში აირია 50 ადამიანი თუ კეტავს 120 ადამიანი არ უნდა იყოს ხო დაკავებული ახლა. თუნდაც 120 ადამიანი ვერ უნდა უზღუდავდეს მილიონიან მოსახლეობას უფლებას და ეს მარტივი დემოკრატიული პრინციპია. ოპოზიციურ პარტიებზე მხარდაჭერას უბრძალოთ. არა, არაფერს არ ვუგზავნებთ ოპოზიციის მხარდაჭერას, პირიქით ჩვენ მოუწოდებდით, რომ მიიღოთ ოპოზიციურ პარტიებს მონაწილეობა. მათ ამომრჩეველს ვეუბნებით იმას, რასაც ვეუბნებით ყველას, როგორც იქცევენ ეს პარტიები, ყველანი ვხედავთ და ყველა სამართლებრივი პასუხი არის გაცემული. ის გადაწყვეტეთ, რომ გუნდის წევრი უნდა ყოფილიყავით, რადგან ეს ადამიანები ქართულ ოცნებაში არიან, ვინც დღეს განსასჯელის სკამს. თავი გახოთ ის, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის გახოთ კანონის უზენაესობა, უპირატესი და შესაბამისად გაიცა პასუხი კორუფციულ ქმედებებს. ადამიანებს ცემენ, აკავებენ ადმინისტრაციული წესით და სისხლითაც ემუქრებიან. თქვენი პოზიცია როგორია? პირველი სხდომა ჩატარდა ზუგდიდში, სადაც საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა ლელოდან დაანონსეს, რომ შექმნიან საგამოძიებო კომისიას, როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ამხილონ და გამოიყენონ ეს ტრიბუნა სავარაუდო კორუფციული გარიგებების. ვებძვით რუსულ ოცნებას, რომელიც არის ჩამყაყებული კორუფციაში, ვიცით როგორ იჭერენ ყოფილ თანამდებობის პირებს, მათ რომელმაც 13 წელი ძარცვეს საქართველოს, ლელოს, ძლიერი საქართველოს გუნდის წევრები, ვაპირებთ რომ დავაინიციიროთ, რომ შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე შეისწავლიან და გამოავლენენ კორუფციის ფაქტებს. დარწმუნებული ვარ მათ შინიათ მსგავსი ტიპის საგამოძიებო ჯგუფების შექმნის, რადგანაც ისინი რა თქმა უნდა თავიანთ თავს არ გამოავლენენ მსგავსი ქმედებების შედეგად, მაგრამ ხალხმა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იფლანგება დიდი რაოდენობით ადამიანების ხალხის ფულები. კორუფცია და ფინანსური მაქინაციები თავის მხარეს მოიკითხონ, ჩვენ მიყვებით კეთილსინდისიერად ჩვენ საქმეს. არც გვერიდება ნებისმიერი დონის შემოწმების კომისიის შექმნის, თუ საჭიროება ამას მოითხოვს, მხოლოდ ლელოს, ასე ვთქვათ, ინიციატივის გამო არ კეთდება ამ ქალაქში და ამ მუნიციპალიტეტში არაფერი, თავიანთი, ასე ვთქვათ, შეფასებები აქვს, ჩვენი შეფასებები გვაქვს, ნებისმიერი თეთრი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გახარჯული არის გამჭვირვალე შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც დაწესებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ. თბილისის საკრებულოში დღის ბოლომდე გაგრძელდება დღევანდელი სხდომა ტექნიკური ნაწილი, სადაც კომისიების ფორმირება ხდება, ხვალიდან უკვე პოლიტიკური განცხადებები დაიწყება თბილისის საკრებულოში.